ღმერთმა დაგლოცოთ. მინდა ყველას მოგილოცოთ წმინდა ნინოს სცენება და იგი არის წოდებული მართლაც განმანათლებელად ქართველი ერისა და მართლაც დღეს ყველაზე მნიშვნელობა განათლება ეძლევა, დიდი მნიშვნელობა. განათლებას არა უბრალოდ ზოგადს, არამედ პირველ რიგში უნდა ვახსენეთ განათლება ქრისტეს მიერი, ქრისტეს ნათელის მიღება. განათლება, რომელიც არის ის, რაც ადამიანს აძლევს სრულ პასუხს იმაზე თუ რა არის მისი ცხოვრება, რა არის მისი ცხოვრების აზრისი, ჯვარი მისი ცხოვრების. განათლება, რომელიც მოგვანიჭა ქრისტიანობამ, ეს დაუსრულებელი განათლება, ეს არასოდეს არ დამთავრდება. რაც უფრო გადის დრო, მით მეტი ნათელი მოდის მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში, მით უფრო ღრმავდება იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაში და უფრო და უფრო არსისაკენ მიდის. რაც უფრო განათლებული ადამიანი ქრისტეს მიერი ნათელით, მით უფრო ჭრեց წმინდა წერილში ქრისტეს და ხედავს რომ ქრისტემ, რომელიც არის მესია მოსული ჩვენი ცოდვის მისათევებლად, რომელმაც გამოგვიხსნა ჩვენ ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან, მესია, რომელიც მოვიდა და მოგცა და გაგვიხსნა გონება და მოგცა ნათელი თვისი და თვითონ არის ნათელი. თანათანობით ჩვენ ცხოვრებაში გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ყოველთ კავშირი მიზეს შედეგობრივ მოვლენებს შორის, მიზესსა და შედეგს შორის ჩვენ ცხოვრებაში. და ამით მივიდეთ პრინციპამდე ჩვენი ცხოვრების არსებობისა. ანუ არ იყოს ჩვენი ცხოვრება ფრაგმენტიზირებული, არამედ ერთიანობას მივახციოთ, ერთიანობას სულიერს, ერთიანობას ემოციონალურს, ერთიანობას, მე ვიტყოდი, ფიზიკური სივრცის აღქმისაც. ადამიანი, რომელიც განათლებულია, მისი გონება, რომლის გონება განწმენდილი და განათლებულია და განათლება ქრისტიანული პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის ცენტრების განწმენდასთან, გონებისა და გულის ვახსენებ პირველ რიგში. იგი ჭრեց ბუნებას, ჭრեց საკუთარ თავს, მთელ მის ცხოვრებას, მთელ ქსოვილს მსოფლიო ყოფიერებაში. ჭრեց მის თავს ერთიანობაში, მთლიანობაში სამყაროს. ღმერთი, სამყარო, ადამიანი. ღმერთი, ადამიანი და სამყარო. აი ეს ამ თვალსაზრისით სახარებაში და წმინდა გარდამოცემაში მოცემული არის ის ადამიანის შეცვლის, ადამიანის გარდაქმნის, განათლების, განწმენდის, განღმრთობის, თეოზისის და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი უზარმაზარი სწავლება, სიბრძნე, რომელიც გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ამ სიბრძნით გზა გავიკვლიოთ ჩვენ ამ ბნელ წყუდიაჩი მცირე ცხოვრების. ეს არის საოცარი სწავლება იმისა, თუ როგორ უნდა განათლდეს, როგორ უნდა გასხივოსდეს, როგორ უნდა განიწმინდოს ადამიანი. მთლიანად მთელი მისი სული, სამშვლელი და სხეულიც სულიწმინდის ტაძარი გახდეს. მართალია, ძალიან ბევრი ხელისშემშელი პირობებია, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დღეს როგორც სულიერი, ესე ემოციონალური, ესე ფიზიკურიც შხამი და ტოქსინია და საწინააღმდეგო ფაქტორი არსებობს, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ყურადღებას სიფრთხილის მხრივ და ყურადღებას სიბრძნის მიერი მიდგომის მხრივ. გაფრთხილებული შეიარაღებულია ჩვენს ფრთხილად ყურადღებით და ძალიან დიდი გულისხმიერებით უნდა მოვეკიდოთ ამ განათლებისა და განწმენდის სულიერ საქმეს. მინდა ყველას მოულოცო კვლავ წმინდა ნინოს ხსენება და მეცნიერება ადამიანის ცხოვრებისა, მეცნიერება სულიერი ადამიანის გადარჩენისა, რომელიც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაში არის მოცემული, მართლაც ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრების განმანათლებელი, ჩვენი ცხოვრების განმაღმრთობელი. განვიცადოთ ყოველივე ის, რაც სახარებაში სერია, თანა განვიცადოთ ქრისტე და ჩავღრმავდეთ ქრისტეში. შევიდეთ მთლიანად სრულ განცდაში სახარებისეული მოვლენებისა და განათლდება და განიწმინდება ჩვენი გონება და გზა გაიხსნება, რასაც ყველას გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და წმინდა ნინო შეგეწიოთ.